რა ნივთიერება იყო შარშანდელი აქციების დაშლის დროს წყლის ჭავლში კითხვა, რომელიც BBC-ის საგამოძიებო ფილმის შინაარსმა გააქტიურა, პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემა ხდება. გიორგი გახარიას პარტია სულში დაწყებულ ძიებას არენდობა და პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. შინაგან საქმეთა მოქმედი და ყოფილი მინისტრების შემდეგ განმარტებას აკეთებს მინისტრის მოადგილე, რომელიც დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის საგამოძიებო ჯგუფის მიერ ნახსენები აკრძალული ქიმიური ნივთიერების, ეგრეთ წოდებული კამიტის გამოყენებას კატეგორიულად უარყოფს. ოპონენტებს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ეჭვებს უღრმავებს, ოპოზიცია მათ ურთიერთ გამომრიცხავ ვერსიებზე მიუთითებს. პარალელურად გამოკითხვები გრძელდება სასამართლოში და სუსში. BBC-ის ფილმში წყაროდ მითითებული ექიმები, დემონსტრანტები თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ცალკეული წარმომადგენლები გამომძიებლებს ინფორმაციას საკუთარ სიმპტომებზე და იმ სამედიცინო კვლევებზე აწვდიან, რომლებიც რამდენიმე ექიმმა აქციის მონაწილეთა სიმპტომების აღსაწერად და მონაცემების შესაგროვებლად საკუთარი ინიციატივით ჩაატარა. BBC-ის საგამოძიებო ფილმის საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების ცენტრშიც რჩება. ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს. თამუნა ციკლაური მუშაობდა ამ თემაზე, მას ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. თამუნა, რა ეტაპზეა ძიება? BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ ფილმში მონაწილე ექიმებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გარდა არის თუ არა კიდევ ვინმე გამოკითხული საგამოძიებო უწყებაში ამ ეტაპზე უცნობია, რადგან გუშინ და გუშინ წინ ჩატარებული გამოკითხვების შემდეგ ეს პროცესი დღეს უკვე აღარ გაგრძელებულა. ყოველ შემთხვევაში დამატებით ვინმეს გამოკითხვის თაობაზე ცნობილი არ გამხდარა. თავად გამოძიება კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს და როგორც სუსის განცხადებაშია ნათქვამი, ახლა ამ გამოძიებას ორი მთავარი მიზანი აქვს. ერთის მხრივ იმის გამოვლენა დაამეტა თუ არა ვინმე სამსახურეობრივ უფლებამოსილებას და მეორეს მხრივ ეხმარება ან დაეხმარა თუ არა უცხოურ ორგანიზაციას ვინმე მტრულ საქმიანობაში. სწორედ ცეცხლის სამართლის კოდექსის ამ ორი მუხლით მიმდინარეობს ძიება ახლა და დღეს სწორედ გამოძიებისკენ მიუთითა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემაც, რომელიც კატეგორიულად გამორიცხავს ფილმში გამოთქმულ მოსაზრებას წყლის ჭავლში აკრძალული ნივთიერების, ეგრეთ წოდებული კამიტის გარევის თაობაზე. პარლამენტში მყოფმა ალექსანდრე დარახველიძემ ეს უთხრა ჟურნალისტებსაც და უთხრა თავდაცვის კომიტეტის წევრებსაც, რადგან მათ შორის ამ საკითხზე დასვა კითხვა გიორგი გახარიას პარტიის წევრმა კომიტეტზე. მინისტრის მოადგილის განცხადებით 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების დარბევის დროს სამართალდამცველებმა გამოიყენეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული საშუალებები და რომ ამ საშუალებებს შორის ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა წყალში გარეული კამიტი, ნივთიერება, რომელზეც ფილმშია საუბარი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ნივთიერება არ შეუძენია. BBC-ზე გასულ ფილმში მოყვანილი ფაქტები არის მხოლოდ ჟურნალისტის, ასე ვთქვათ, ვარაუდები და არც ერთ კონკრეტულ მტკიცებულებას არ ეყრდნობა. რაც შეეხება პოლიციას აქვს უფლება, რომ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ოდესაც სახეზე არის მასობრივი არეულობა, ტოტალური თავდასხმები პოლიციაზე, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, საქართველოს პარლამენტზე შტურმი, 171 პოლიციელი შავდება, ისვრიან მოლოტოვის კოქტეილებს, ისვრიან ფეირვერკების წვიმას და ადამიანები და პოლიციელები შავდებიან აქციის ჭყალებში ვიმეორებ შვიდობიანი მომიტინგეებისგან. ამ შემთხვევაში პოლიციას არათუ უფლება აქვს ვალდებულება გამოიყენოს ის კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები, რაც არის ჩამოთვლილი. ეს არის წყლის ჭავლი, ცრემსადენი გაზი, ფიზიკური ძალა და სხვა საშუალებები. რაც შეეხება კონკრეტული ნივთიერების საკითხს, კიდევ ერთხელ გიდასტურებ და ბატონმა მინისტრმაც აღნიშნა, რომ არანაირი კამიტი შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეუძენია და არ გამოუყენებია და ვერც გამოიყენებდა, იმიტომ რომ ასეთი ის არც არსებობს ჩვენს, ასე ვთქვათ, სარგებლობაში. რაც შეეხება კონკრეტულად რა ნივთიერება იყო, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ არ დავასწრებთ მოვლენებს, მიმდინარეობს გამოძიება და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. და ამ შემთხვევაში ნახავს, რომ არაფერი იქ ესეთი ნივთიერება არ იყო გამოყენებული, რომელსაც რომელიმე ევროპული ან ამერიკული პოლიცია არ იყენებს თავის, ასე ვთქვათ, მსგავს შემთხვევებში. გამოძიების დაასრულებას ელის ახლა მართველი გუნდით, თუმცა ამ გამოძიების დაასრულებამდეც ქართულ ოცნებაში დარწმუნებული არიან, რომ მოსაზრებები, რაც BBC-ის საგამოძიებო ფილმშია გამოთქმული, სიმართლეს არ შეესაბამება და რომ ეს არის მორიგი მცდელობა კონკრეტული ძალების მხრიდან ქვეყნის და ხელისუფლების იმიჯის შელახვისთვის. სწორედ ამიტომ გარდა ქვეყნის შიგნით მიმდინარე გამოძიებისა, ქართული ოცნება არ გამორიცხავს, რომ საერთაშორისო დავაც დაიწყოს, მანამდე კი ჯერ BBC-ის წინააღმდეგ ბრიტანული მარეგულირებელი კომისიისთვის მიმართვა აქვთ გეგმაში, რაც შეეხება ოპოზიციას
დღეს ისინი ქვეყნის შიგნით დაწყებულ გამოძიებას არენდობიან და თავად ფილმში გამოთქმული მოსაზრებები მათთვის უფრო სარწმუნოა, თუმცა თუ მაინც და მაინც გამოძიებაზეა საუბარი, თვლიან რომ ან ეს გამოძიება საერთაშორისო უნდა იყოს, ან მაგალითად გიორგი გახარიას პარტია გეგმავს საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვოს. უნდა ითქვას ისიც, რომ გარდა ქვეყნის შიგნით გამოხმაურებებისა, ქვეყნის გარედანაც მოყვა BBC-ს ფილმს გამოხმაურებები, მათ შორის ერთ-ერთი ბოლო ჰელსინკის კომისიის განცხადება, სადაც კომისიის წევრები ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მოკავშირეებს მოუწოდებენ გადაამოწმონ ცნობები და ქიმიური ნივთიერების გამოყენების დადასტურების შემთხვევაში სანქციები დააწესონ. არის სამი ადამიანთა ჯგუფი, ვისაც ინფორმაცია დაანდულებით უნდა კონდეს. ეს არის ქართული ოცნება, რომელთ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები გააკეთონ და ამიტომ არ მგონი რომ მათი მომდევნო განცხადებები დამაჯერებელი იყოს. ეს არის ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც ჯერ არაფერი არ უთქვამს იყიდეს თუ არა ეს კამიტი 2009-ში და იყიდებდნენ თუ არა. ეს არის გახარია, რომელსაც ასევე, რომლის შინაგან საქმეთა მინისტრობა და პრემიერ-მინისტრობა მოდის იმ პერიოდზე, როცა რა პერიოდის დოკუმენტებიც არის ფილმში ნახსენები. ამიტომ რომელიმე მათგანმა მაინც რამე თქვა. და თუ ნაცები არ აღიარებენ რომ ეს კამიტი იყიდეს და გამოიყენეს, თუ გახარია იტყვის რომ არ არისო ეს კამიტი და არ გამოგვიყენებიაო, მაშინ არც ფილმი ყოფილა სიმართლე. მაგრამ თუ რომელიმე მათგანი ერთი მაინც დაადასტურებს, მაშინ სულ სხვა დამაჯერებლობა ექნება თელ გამოძიებას. არაერთხელ გამოყენებულა მსგავსი საშუალებები სხვადასხვა დარბევის დროს, მაგრამ თვეების მანძილზე რომ ადამიანები ესეც უდად იყვნენ და დღემდე ვერ გამოისწორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეს იყო ის გონივრული ეჭვი, რაც ჰქონდათ ასე ვთქვათ პროტესტანტებს, ხო? მე იქ იყო სხვადასხვა სამედიცინო მტკიცებულებები წარმოჩენილი, მათ შორის არის ყოფილი თანამშრომლების ჩვენებები, რაც ყველაზე მეტად არის მნიშვნელოვანი და BBC-ს აი ესეთი ავტორიტეტული მაღალი სანდობით გამორჩეული მედია საშუალების კონკრეტული ფილმი, ხო უკვე. ამიტომაც არსებობს ძალიან მაღალი გონივრული ეჭვი და ამ ყველაფერს მათ შორის ამყარებს ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები, რომელიც კეთდება ივანიშვილის ბანდის წევრების მიერ. დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობა განპირობებულია არა მხოლოდ დამნაშავეთა გამოვლენის და ანალოგიური მძიმე დანაშაულის პრევენციის, არამედ დაზარალებული მოქალაქეების ჯანმრთელობის რისკების დროულად იდენტიფიცირებისა და მათი სასიცოცხლო ინტერესებით, ასევე სახელმწიფოს რეპუტაციული ზიანის შესამცირებლად. და იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის კვალი შესაძლოა მიდიოდეს უმაღლესი თანამდებობის პირებთან, არსებობს ლეგიტიმური მოსაზრება, რომ ოცნების პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიება ვერ იქნება სრულიად დამოუკიდებელი, ობიექტური და ეფექტური. მივიღეთ გადაწყვეტილება უახლოეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტს მიმართოთ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით. ეს პროვოკაცია, რაც BBC-მ გააკეთა, სწორედ მიზნად ისახავდა ერთ რამეს, რომ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ საქართველოს გარშემო და საქართველოს წინააღმდეგ სპეკულაციები დაებადა და საქართველოს შიგნით ოპოზიციას, რომელსაც არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდა და არც ეხლა არ აქვს, ცოტა ხანი ჟანგბადი მისცეს. ასე ვთქვათ, ამის გამოვლენა არის გახარიების ეს ინიციატივაც. ყურადღების გადატანა სურთ რეალური გამოძიებიდან. ჯერ დამთავრდეს რეალურად გამოძიება, დავინახოთ ჩვენ კარგად თუ რა შედეგებს მოიტანს გამოძიება და თუ ამ გამოძიების შედეგები რაღაცა კუთხით იქნება არადამაკმაყოფილებელი, აი მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ობიექტური საჭიროება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნისა. ვისაც დაეყნო BBC, ისინი რასაც ხდებიან საქართველოში, ხომ ხედავთ უკვე. როგორც კი სასამართლოს წინაშე გამოკითხვაზე მივიდნენ, ყველა ხელებს ასაფსავებს და ამბობს, რომ არაკაცო მე ეს არ მithქვავს, როგორ გეგადრებათ მე ეს საკითხი საერთოდ არ გამომიკლევია და მთავარმა მოწმემ ის კითხვა, რომ ლიტერატურის გაცნობაც კი ვერ მომასწარია. და აი ამნაირი ხალხის ჩვენების საფუძველზე რამე სამართლებრივი საფუძველი შეიძლება შეიქმნას. არც ერთი საკითხი, რომელიც ამასთან არის დაკავშირებული, გამოძიების მიღმა არ დარჩება. ასეთი დარწმუნებულები რომ არ ვიყოთ, საერთაშორისო სასამართლოებში კი არ წავიდოდით საჩივრების დასაწერად. წავალთ. ჯერ BBC-სთან გავარკვევთ იმ საკითხს, რომელიც არის ბრიტანეთის კანონმდებლობით მიღებული, როდესაც პრესასთან პირველი ნაბიჯი გადასადგმელი ამის გასაკეთებლად იმ სპეციალურ ორგანოსთან. და თუ ისინი სამართლიანად არ მოიქცევიან, რა თქმა უნდა, სასამართლოსაც მივაკითხოთ. ჩვენ ვაკვირდებით საქართველოს რეპუტაციის შებრალვის კამპანიას. უკვე მე რამდენად ეს კინო გვაქვს ნანახი და ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, არ ვაპირებთ, რა თქმა უნდა, პოპკორნით ხელში უყუროთ ამ კინოს და ჩვენ გამოძიება იქნება ბრიტანელ მარეგულირებელთა მიმართვა იქნება თუ სხვა გამოძიება თუ ამის საერთაშორისო გამოძიება თუ ამის საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, ყველა შესაძლებლობას ჩვენ
გამოვიყენებთ. რაც შეეხება ჰელსინკის განცხადებასაც, კომისიის განცხადებასაც, ან რამდენიმე ამერიკელი კონგრესმენის სენატორის განცხადებას, არ ვიცი, მე ამერიკელებისგან ცოტა ფრთხილად მოვეკიდებოდი ქიმიური თუ ბირთვული იარაღზე სხვა ქვეყნებზე აქცენტირებას. ეს ადამიანები, მათ შორის ჯო ვილსონი, ჩვენ კარგად გვახსოვს დაახლოებით 20 წლის წინ, როგორ ამტკიცებდა, რომ ერაყს ჰქონდა თურმე ბირთვული იარაღი და როგორ ამართლებდა ამერიკის შეერთებული შტატების კამპანიას ერაყის წინააღმდეგ. ამიტომ მის ადგილას მე ძალიან ფრთხილად მოვეკიდებოდი მსგავსი ტიპის განცხადებებს. გაგრძელდება თუ არა გამოკითხვების პროცესი გამოძიების მიმდინარეობისას და გარდა ფილმში მონაწილე ექიმების ან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა, ვისთან ექნებათ კითხვები გაუმძიებლებს. სავარაუდოდ უკვე მომდევნო დღეებში გაირკვევა. პარალელურად საინტერესოა ისიც, თუ როგორ წარიმართება უშუალოდ BBC-სთან მიმართებაში მმართველი გუნდის მიმართვის პროცესი ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიასთან, რადგან როგორც ქართულ ოცნებაში ამბობენ, სწორედ მარეგულირებელი კომისიისგან მიღებულ პასუხზე იქნება დამოკიდებული მიმართავს თუ არა უკვე მმართველი გუნდის საერთაშორისო სასამართლოებს საკუთარი პოზიციების დამტკიცებისთვის. მადლობა, თამუნე ციკლაური საუბრობდა პირდაპირ ეთერში.